ვფიქრობ დღეს კარგ სიტყვას ვილაპარაკებ. Я думаю, буду сегодня говорить хорошее слово. Amen. მე მინდა იოანეს სახარების მეათე თავი წავიკითხოთ. Я хочу, чтобы мы прочли Евангелие от Иоанна, 22-23 მუხლები. 10 глава, 22-23 стихи. მაშინ სატუფრობის დღესასწაული იყო იერუსალიმში, ზამთარი იდგა, მიმოდიოდა იესო ტაძარში სოლომონის ტოაში. Настал же тогда в Иерусалиме праздник обновления, и была зима. И ходил Иисус в храме в притворе Соломоновом. შენიერი ადგილი არის. Очень чудесное местописание. მის ძალიან თეოლოგიურ მხარეს არ შევეხებით. Я не буду касаться очень уж его теологической стороны, მაგრამ აქცენტს გავაკეთებთ რამდენიმე რამ საკითხზე. но мы сделаем акцент на некоторых вопросах. მაშინო სატუფრობის დღესასწაული იყო. Это был праздник обновления. სატუფრობის დღესასწაული ეს არის განახლების დღესასწაული, ტაძრის კურთხევის დღესასწაული. Это праздник обновления, это праздник благословения храма. უпроსოლად რო თქვათ, აღდგენილი ტაძრის დღესასწაული. И правильнее сказать, это день обновления, восстановления იცით რომ იერუსალიმის ტაძარი არაერთხელ იყო დანგრეული და როცა აღადგინეს ეს ტაძარი და აკურთხეს იყო განახლების, ტაძრის განახლების დღესასწაული. И вы знаете, что храм Иерусалимский несколько раз был разрушен и потом восстановлен. И вот назначили день празднования этого. ხელახლა კურთხევის დღესასწაული იყო. День заново благословения храма. დღეს ჩემი ქადაგება არის რომ ტაძარს ჭირდება განახლება. Сегодняшняя моя проповедь называется так: храму нужно обновление. Аминь. Аминь. ღმერთი უნდა გამდიდდეს თავის ტაძარში. Бог должен прославиться в своем храме. ყოველთვის არ იყო ღმერთი გამდიდებული თავის ტაძარში. Не всегда Бог прославлялся в своем храме. და საინტერესო ის არის რომ იესო მოვიდა ტაძარში. И интересно, что Иисус пришел в храм. რამდენიმე მომენტი არის ბიბლიაში, როცა იესო ტაძარში მიდის. Есть несколько моментов того, когда Иисус приходит в храм. ეს ის დღესასწაული არის ტაძრის განახლების და მესია მოდის ტაძარში. И представляете, праздник, это день обновления храма, и в этот день Мессия приходит в храм. და იყო ზამთარი. И была зима. ზამთარი ეს არის სიცივე. Знаешь, зима это холод. და ძალიან ციოდა. И было холодно. ისი რაღაცას მიანიშნებს ეს. И на что-то это указывает. ისი სულიერად Духовно ზოგჯერ ტაძარში ცივა. иногда в храме холодно ღმერთის ნაკლებობის გამო. из-за недостатка Бога. ისი ფიზიკურად რა თქმა უნდა ზამთრის პერიოდი იყო და ციოდა, მაგრამ სულიერადაც ზამთარი იყო, იმიტომ რომ მათი გულები გაყინული იყო, ვინც ტაძარში მსახურობდა და საერთოდ ისრაელში ცეცხლი ჩამქრალი იყო. И физически, возможно, было холодно, но духовно, можно сказать, вот этот огонь в тех людях, которые служили при храме и в Израиле, этот огонь был потухший. Иисус сказал: я пришел для того, чтобы принести огонь. Я хочу зажечь огонь. Потому что огонь должен гореть. სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაულის, სიბნელე დაძლეული იყო, ტაძარი აღდგენილი იყო და გაწმენდილი იყო უწმინდურობისგან. И день обновления, он считался и также праздником победы света над тьмой, что храм был очищен, что храм был восстановлен. ბიბლიაში ეწერა რომ უფალი თავის ტაძარში დაბრუნდება. Библия говорила, что Господь вернется в свой храм. და როდესაც იესო აი აქ წერია, სოლომონის ტუაში მიდიოდა და მოდიოდა. И написано, что Иисус ходил в притворе Соломоновом. როგორი მშვენიერი სიტყვები არის. Какие чудесные слова. იესო მიდის და მოდის ტაძარში. Иисус ходил в притворе Соломоновом. Աստված გახსენდებათ ეს მუხლი და მკვიდრდები მათ შორის და ვივლი მათშიო. И вы помните, да, буду обитать в них и ходить. იესო მოძრაობს ტაძარში. Знаешь, Иисус ходит в храме. და მას ეკითხებიან ზუსტად აი აქ. И вот здесь ему задают вопрос. ვინ ახარო? Кто ты?
ისინი ვერ ცნობდნენ. Знаешь, они не признавали в нем. განახლების დღესასწაულზე მოდის იესო, მოდის ის, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოდის ის, ვინც ტაძარზე მეტია. Праздник, მოდის ის, რათა ცეცხლი მისცეს. праздник обновления приходит тот, кто выше этого храма, кто выше всего. მაგრამ მათ არ ჯერავთ. И он приносит, пришел, чтобы принести огонь, но они не верят. ჩემო ძვირფასებო, რაზეც მინდა რომ დღეს აქცენტი გავაკეთოთ. Дорогие мои, ვიდრე ზიარებას მივიღებდეთ ჩვენ. прежде чем мы примем хлебопреломление, я хочу сделать акцент. ჩვენ ცხოვრებაშიც არის ცივი სეზონები. Знаешь, в нашей жизни бывают эти холодные сезоны. არის ხოლმე ზოგჯერ გაყინული სეზონები. Бывают такие замерзшие сезоны. და ბიბლია ამბობს, რომ თქვენ ახართ ტაძრები ღმერთისა. И Библия говорит, что вы храм Божий. ჩვენ ავართ ტაძრები სულიწმინდისა. Мы храм Духа Святого. და ზოგჯერ ამ ტაძრებშიც არის ხოლმე სიცივე. И порой и в этих храмах бывает холодно. ჩემო ძვირფასებო, იესო არის ჩვენ ცხოვრებაში. Дорогие мои, Иисус есть в нашей жизни. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ ძმაცავით კითხვას უსვავთ, ღმერთო, სად ახარ? И порой, подобно им, мы также задаемся вопросом. შენ ახარ ვინც უნდა მოვიდეს თუ სხვას უნდა ველოდოთ. Ты тот, кого мы ожидаем, кто должен прийти, или нам ждать еще кого-то? იცი, ზოგჯერ ჩვენ ვეძებთ სინათლეს სხვაგან, როცა ჩვენში არის. Порой мы ищем свет где-то в другом месте, когда свет внутри нас. ზოგჯერ ჩვენ სხვაგან უყურებთ შველა სხვა ადგილებიდან მოველით. И порой мы помощи ожидаем с других мест. როცა საკუთარ თავში გვაქვს მოსაძებნი Когда это нужно искать внутри себя და დასანახი. и увидеть это внутри себя. ჰალელუია. Аллилуйя. ამენ. Аминь. მოდი ნახოთ პირველი კორინთელთა წერილი 6:19. Первое послание к Коринфянам 6:19. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ტაძარი. Мы должны восстановить храм. ჩვენ უნდა განვაახლოთ ტაძარი. Мы должны обновить храм. ეს არის ის, რაც უნდა გააკეთო შენ. Это то, что должен сделать ты. იცი, გასულ კვირას მე ვთქვი, რომ ააშენეს გადარჩენის სულიერი კიდობანი. Знаешь, я на прошлой неделе говорил, что ты должен построить духовный ковчег. და წადი ამ წელსადი სიმაღლეზე, ადი მთაზე. И сегодня, в этом году, поднимись на высоту, поднимись რომ на ჩვენ არ гору, დავჩეთ ქვეყნიერების დონეზე. чтобы мы не остались на уровне мира, არამედ ავმაღლდეთ ღმერთისთან დასწრებაში. но вознеслись в Божьем присутствии. და ეხლა მე მინდა რომ გავაგრძელო თითქმის ეს აზრი, И сегодня я хочу продолжить почти ту же мысль, რომ მოდი განვაახლოთ ტაძრები. чтобы мы обновили наш храм. ამენ. Аминь. მოდი განახლდეს, იმიტომ რომ შენ ახარ ტაძარი ღმერთისა. Пусть он обновится, потому что этот храм есть პირველი ты. კორინთელთა 6:19-ში წერია, და ნუ თუ არიცით რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმინდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ, რომ თქვენ თავს არ ეკუთვნით. 1 Коринфянам 6:19. Не знаете ли, что тела ваши суть храм живущего в вас Святого Духа, которого имеете вы от Бога, и вы не свои? რა დაივიწყეს მორწმუნეებმა? Что забыли верующие? რაღაც საკითხი იყო, რაც ვერ გაიგეს. Был какой-то вопрос, который они не поняли. და რა თქმა უნდა, ეს დაბრკოლება იყო მათი სულიერი ზრდისთვის, განვითარებისთვის. И, конечно же, это было преткновением для их духовного роста и развития. ნუ თუ არიცით, რომ ღვთის ტაძრები ხართ. Не знаете ли, что тела ваши суть храм живущего в ნუ вас? თუ არიცით, რომ თქვენი სხეული ტაძარი არის თქვენში მცხოვრები სულიწმინდისა. Не знаете ли вы, что тела ваши храм живущего в вас Духа Святого? ანუ შეიძლება მორწმუნეებმა არ იცოდნენ თუ ვინ ცხოვრობს მათში. Возможно, верующие не будут знать того, кто живет в них. იცი, ზოგჯერ ჩვენ შეიძლება ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ არა გამოცხადება იმისა, თუ ვინ ცხოვრობს ჩვენში. Порой у нас всего лишь есть информация того, кто живет в нас, но нет откровения об этом. ნუ თუ არიცით, პავლე მოციქული ამბობს. Апостол Павел говорит, не знаете ли? კიდევ ამბობ, ბევრმა მორწმუნეებმა არ იცის თუ ვინ არის ქრისტეში. Многие не знают, кто во Христе. ბევრ მორწმუნეს არა გამოცხადება, რას ნიშნავს ქრისტე ცხოვრები მასში. Многие верующие не знают, не понимают того, что означает Христос, живущий в них. იცი, ძველ აღთქმაში რამოდენიმე ადგილზე არის ლაპარაკი, რამდენიმე ადგილზე, სადაც ღმერთი მკვიდრობდა.
Знаешь, в Ветхом Завете описано несколько мест, где Бог обитал, где Он жил. ერთ-ერთი ადგილი ეს იყო კარავი, სადაც ღმერთი მოდიოდა და მკვიდრობდა თავისი თანდასწრებით. Одно из мест это была скиния, куда Бог приходил и обитал своим присутствием. ისიც ამის შესახებ, ხო? Вы знаете об этом? და მეორე ჩვენ ვიცით რომ ეს იყო სოლომონის ტაძარი, სადაც წმინდათა წმინდანი, სადაც ღმერთის თანდასწრება იყო, ღმერთი მკვიდრობდა. И второе это был храм Соломона и святое святых, где обитал Бог. მაგრამ ჩემო ძვირფასებო, Но, дорогие мои, მოვიდა დრო пришло время, და ღმერთმა აგირჩია შენ, რომ შენში დასახლებულიყო. Бог избрал тебя для того, чтобы обитать в тебе. ანუ ღმერთმა აგირჩია საცხოვრებლად. Бог избрал для того, чтобы жить в тебе. ღმერთმა დაგინახა შენ და თქვა მე მინდა ვიცხოვრო შენში. Бог увидел тебя, и Бог сказал, я хочу жить в тебе. მან თქვა რომ მე აღარ მინდა რომ ვიცხოვრო კარავში. Бог сказал, я не хочу больше жить в скинии. კარავი იყო ჩემი დროებითი ადგილი, ჩემი დროებითი სამყოფელი. И скиния была моим временем жильем, можно сказать. მე არ მინდა რომ ვიცხოვრო ტაძარში, ეს იყო ჩემი დროებითი სამყოფელი. Я не хочу жить также в храме, потому что это также было моим временем მაგრამ მე жильем. მინდა ვიცხოვრო შენში მუდმივად და მარადიულად. Но я хочу жить теперь вечно в тебе. და მან თქვა რომ თუ მომცემთ ამის უფლებას, თქვენი სხეული იქნება ტაძარი ჩემი. И Бог сказал, если вы позволите мне, тогда ваше тело будет храмом, სადაც მე დამკვიდრდები და ვივლი. где я буду обитать и ходить. ჰალელუია, ამენ. Аллилуйя, аминь. კარგი ამბავი ის არის რომ ღმერთმა შენ აგირჩია. Хорошая весть в том, что Бог избрал тебя. კარგი ამბავი ის არის რომ ღმერთმა ისურვა შენში ცხოვრება. Хорошая весть в том, что Бог возжелал жить в тебе. შემოძვირფასებო, არც მეტი და არც ნაკლები. И, дорогие мои, не меньше и не больше. თელი თავისი დიდებით მოვიდა ჩვენში. Бог пришел в нашу ის жизнь მოვიდა всей своей თელი славой. თავისი სიწმინდით ჩვენში. Со всей своей святостью Он пришел в нашу არა жизнь. ნაკლები დიდებით, რაც ტაძარში იყო. Не меньшей славой, которая была в ან храме რაც კარავში იყო. или в скинии, არამედ აღმატებული დიდებით მოვიდა ჩვენში. но в возвышенной славе Бог пришел в და нас. ჩვენი სხეულებმა მიიღო ეხლა ტაძრის функция. И наше тело приобрело функцию ჩვენ ვართ храма. ცოცხალი таძრები, ცოცხალი ღმერთისა. Мы живой храм живого Бога. შენ ხარი ის, ვინც ატარებ ამ მიწაზე ღმერთის დიდებას. Ты тот, который является носителем Божьей славы на და этой ჩვენ земле. გჭირდება გამოცხადება ამისა. И нам нужно откровение об этом. რომ შენი თავი დაინახო როგორც ტაძარი დიდებული ღმერთისა. Чтобы ты увидел себя как храм რომ великого Бога. ღვთისული თავისი დიდებით მკვიდრობ შენში. Что Дух Божий в своей славе, Он обитает в тебе. ჰალელუია, Аллилуйя. ჰალელუია. Аминь. დიდება უფალს. Слава Господу. Аллилуйя. მაგრამ ურწმუნოების გამო Но из-за неверия ზოგჯერ ცივა ამ ტაძარში. иногда в этом храме холодно. იესო არის ამ ტაძარში, მაგრამ ჩვენ ვერ გძნობთ მას. Иисус в этом храме, но мы не чувствуем Его. ჩვენი გულები არ უნდა იყოს გაქვავებული. Знаешь, наши сердца не должны быть ожесточены. ჩვენ გვჭირდება მგრძნობიარე სულები Нам нужен чувствительный дух. და ჩვენ გვჭირდება გამოცხადება სული წმინდისგან. И нам нужно откровение от Духа Святого. თუ რას ნიშნავს, რომ ჩვენი სხეული ტაძარი არის, რას ნიშნავს, რომ ღმერთი დამკვიდრდა ჩვენში. Что означает, что мы храм Духа Святого, и что означает, что Бог обитает в нас. სიტყვა ცხოვრობს ზვირფასებო, ეს სიტყვა ნიშნავს მუდმივ საცხოვრებელს. Слово «живет» означает вечную обитель. ღმერთი არ არის ის, ვინც მიდის და მოდის. Бог не тот, который приходит и уходит. ღმერთი არ არის ის, ვინც გვტოვებს და ხანდახან მოგვინახულებს. Бог не тот, который оставляет нас и время от времени ისი посещает. ძველად ხმაში იყო, როცა ღმერთი დრო და დრო ჩდებოდა. Знаешь, в Ветхом Завете время от времени Бог являлся. იყო დრო, რომ მოდიოდა და იყო დრო, რომ ღმერთი არ იყო. Было время, когда Бог являлся, и было время, когда Его не было. ხდები ჩემო ძვირფასება. Понимаете, იყო дорогие? დრო, რომ ღმერთი ლაპარაკობდა, მაგრამ იყო პერიოდები, როცა ღმერთის სიტყვა ძალიან ძვირი იყო.
Было время, когда Бог говорил, но было время, когда Слово Божье было дорого и და редко. ზოგჯერ ეს იყო 10 წლეულებიც კი და უფრო მეტი დროც. Иногда это молчание продолжалось десятилетиями, а то и больше. მაგრამ ღმერთმა თქვა, რომ ასე აღარ იქნება. Но Бог сказал, так больше не будет. მათ თქვა, რომ მე დამკვიდრდები მარადიულად, მუდმივად ვიქნები თქვენში. И Бог говорит, что я поселюсь, я буду обитать в них вечно. ღმერთი მოვიდა თავისი დიდებით და დამკვიდრდა ჩვენ შორის სული წმინდის მეშვეობით. Бог ალელუია. пришел во всей своей славе, и Он обитает среди нас навеки. ჩემო ძვირფასებო, ეს შეცდომა ჩვენ ღმერთს არ ვეძებთ ზეცაში. Знаешь, это ошибка, если мы Бога ищем на небесах. ჩვენ ღმერთს არ ვეძებთ ზეცაში. Мы Бога не ищем на небесах, იმიტომ რომ ღმერთი არის შენში. потому что Бог в нас. ამენ. Аминь. საჭირო არის რომ დაინახო და გაიცნო ღმერთი რომელიც შენში ცხოვრობს. Нужно просто увидеть и познакомиться с тем Богом, который живет в тебе. ის ღმერთი არ არის რომელიც მიდის და მოდის, ის მუდმივად შენთან არის. Это не тот Бог, который уходит и приходит, но тот, который ის вечно შენში обитает. ცხოვრობს ადგომისას და დაწოლისას, სადაც არ უნდა იყო, ქალაქად თუ ველად. Он живет в тебе, встаешь ты или засыпаешь, ты находишься на природе, на поляне или в горах, где бы ты ни был. ჰალელუია. ამენ. Аллилуйя. როცა ეცემი შენში არის. Знаешь, когда ты падаешь, Он с тобой, Он там. ამენ. ღმერთი არ გვტოვებს სირთულეებში. Бог не оставляет нас при трудностях. როცა არ ხარ ხასიათზე, ღმერთი არ გვტოვებს, ის შენში ცხოვრობს. Когда ты не в настроении, Бог все равно с тобой, Он не оставляет მან тебя. აირჩია და ეს მისი გადაწყვეტილება არის. მან აირჩია, რომ იცხოვრო შენში. Он избрал жить в тебе, обитать в тебе, это Его ძვირფასებო, выбор. ჩვენი სხეული არ არის სასტუმრო ღმერთისა. Дорогие мои, наше тело это не Его гостиница, რომელიც რაღაც გარკვეულ საპრაზნიკო დღეებზე შემოილის. которую Он использует в праздничные дни. არა, ის მკვიდრობს შენში. Нет, Он обитает в нас. ის დასახლდა შენში. Он пришел и живет в тебе. მან აგირჩია შენ. Он избрал тебя. დიდება უფალს. Слава Господу. ეს И მშვენიერია. это прекрасно. ეს ძალიან მშვენიერია. Это очень чудесно. ჩემო ძვირფასებო. Дорогие мои, აი რაზე დგას ჩვენი ღმერთთან ურთიერთობა. вот на чем стоит наше общение с Богом. საჭირო არის უბრალოდ ერთი რამ, რწმენა. Нужно лишь одно – вера. ბიბლია ამბობს, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში. Библия говорит, чтобы веруя вселиться Христу в сердца наши. რწმენით ურთიერთობთ ჩვენ ღმერთთან. И мы верой общаемся с Богом. როცა ადამიანი ათვიცნობიერებს და ღებულობს გამოცხადებას, რომ ის მისი სხეული ტაძარი არის. Когда человек осознает и когда человек получает откровение, что его тело – это храм Духа Святого, მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება ზუსტად მაშინ. вот тогда именно его жизнь радикально меняется. ჰალელუია. Аллилуйя. იესომ თქვა, უკეთესია წავიდე. Иисус сказал, мне лучше уйти, რადგან როცა წავალ მოვასული წმინდა რომელიც დამკვიდრდება თქვენში. ибо когда я уйду, придет Дух Святой, который будет обитать в вас. სხვა ადგილზე იესო ამბობს, რომ მე და მამა მოვალ და თქვენში დავიდებთ სავანეს. В другом месте написано, что я и Отец мой придем и обитель сотворим в вас. ჩვენ ვიცით, რომ ეს ნიშნავს ესეც მუდმივ საცხოვრებელს. И также мы понимаем и знаем, что это также означает вечное жилье, то ანუ есть жить სული навеки. წმინდის მეშვეობით მამა, ძე და სული წმინდა ცხოვრობს შენში. Посредством Духа Святого Отец, Сын и Дух Святой живут в нас. დიდება უფალს. Слава Господу. და რას აკეთებს ის? И что Он делает? ბიბლია ამბობს, რომ ღვთისული გასწავლით თქვენ. Библия говорит, что Дух Божий, Он учит вас. ღვთისული განუგეშებთ თქვენ. Дух Божий утешает вас. ნახეთ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი ნუგეში არ მოდის გარედან. Дорогие мои, наше утешение не приходит извне. ჩვენი ნუგეში მოდის ჩვენი სულიდან. Наше утешение приходит от Духа нашего. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ჩვენ სულში ღმერთთან. Мы имеем общение с Богом в нашем Духе. ხდებით? Понимаете? ჩემო ძვირფასებო, ღმერთი არ მკვიდრობს ხელთქმნილ ტაძრებში. Дорогие мои, Бог не живет в рукотворных храмах. ხო, ჯერავს ჩვენაფერს. Мы же верим в это. ისი ადამიანები ფიქრობენ, რომ საკულტო ნაგებობებს აქვთ მაგიური ძალა. Люди верят в то, что у культовых строений есть какая-то магическая сила. ჩვენც დროს ფიქრობდით ესე. И мы также в свое время думали так. რომ თითქოს და არიან სასწაულ მოქმედი ხელთქმნილი
რელიგიური შენობები. Что есть какие-то рукотворные храмы, которые обладают вот такой силой, რომელიც განსაკუთრებულ მადლს იძლევა. которые дают особенную благодать. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი ხელთქმილში არ ცხოვრობს. Но Библия говорит, что Бог не в рукотворных храмах შენ живет. ვიცით, რომ როდესაც იესო აღესრულა ჯვარზე ფარდა გაიხა ტაძარში და ღმერთის დიდებამ დატოვა სოლომონის ტაძარი. Мы знаем, что когда Иисус умер на кресте, тогда завеса, она разверзлась, и Дух Божий, Он оставил храм Соломона. და მას შემდეგ ღვთის დიდებამ გადმოინაცვლა მორწმუნეთა გულებში. И с этих пор Божья слава, она перешла в ჩემო верующих. ძირფასებო, იესო ამბობს, რომ ის ეძებს თაყვანისმცემლებს სულში. Дорогие мои, Слово Божье говорит, что Бог ищет поклонников себе в духе. ყველაფერი, ყველა საიდუმლო აღესრულება ჩვენს შინაგანში ეხლა. И всякая тайна, она совершается сейчас внутри нас. ხდებით? Понимаете? ყველა საიდუმლო სულიერი აღესრულება ჩვენს შინაგანში. Всякая духовная тайна, она совершается внутри нас. ბიბლია ამბობს, ამიტომ რომ როცა ჩვენ საუბრობთ სულიერ ნიჭით მოცემულ ენებზე, საიდუმლოებებს ვლაპარაკობ. Библия говорит, что когда мы говорим на языке, данной нам Духом Божьим, мы говорим тайны. ეს არის ღვთიური შიგნით გახსნილი საიდუმლოებების გამოთქმა. Это высвобождение божественных тайн, открытых внутри რომელსაც тебя, ჩვენ რა თქმა უნდა რწმენით ღებულობ. которые мы принимаем, естественно, верой. ჩემო ძირფასებო, მე მინდა გითხრათ, რომ ეს შენობა არის. Дорогие мои, хочу сказать, что это здание. და იმის გამო, რომ ჩვენ ახლა ამ შენობაში ვართ, ამ შენობას არა აქვს არანაირი мистическая зала. И из-за того, что мы находимся в этом здании, это не придает этому зданию какое-то мистическое значение. ეს მხოლოდ საშუალება არის ჩვენთვის, რომ ერთად ვიჯდეთ. Это просто возможность для всех нас пребывать вместе. ამენ. Аминь. მაგრამ ძალა არის შენში. Но сила, она в тебе. მაგრამ დიდება არის შენში. Слава, она в тебе. მაგრამ ცხებულება არის შენში. Помазание, оно в тебе. სიწმინდე ღმერთის არის შენში. Божья святость, она в тебе. ჰალელუია. ამენ. Аллилуйя. Аминь. ჩვენ არ გვჯერავს უბრალოდ წმინდა საგნების, ჩვენ გვჯერავს წმინდა ტაძრების, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ თითოეული ჩვენთაგანი. Мы не верим в святые вещи, но мы верим в святой храм, которым являемся мы. ამენ. Аминь. იცი რა არის წმინდა ცხოვრება? Знаешь, что означает жить свято? ეს არ არის რელიგიური ვალდებულება. Это не религиозные какие-то обязанности, ეს ответственности. არ არის ტვირთი წეხან მამული კარგად შეეხო მიათეცას, ეს არ არის რელიგიული ვალდებულება. И мамули хорошо коснулся этого вопроса. Это не бремя какое-то, не тяжесть. ესე რელიგიური ვალდებულება ამას თუ არ გააკეთებ და იშვები, მოკვდები, რაღაც დაგემართება. Знаешь, религиозная обязанность, она пугает. Она говорит, если ты не исполнишь этого, тогда с тобой произойдет მაგრამ вот წმინდა это. ცხოვრება ეს არის პატივისცემა ტაძრისა. Но святая жизнь, это означает, когда ты уважаешь როცა შენ храм. ღებულობ გამოცხადებას, რომ შენი სხეული ტაძარია ღმერთისა, შენ ფიქრობ, რომ ტაძარი წმინდად უნდა შეინახო. Когда ты получаешь откровение о том, что ты храм Духа Святого, тогда ты начинаешь думать о том, что ты ახლა должен სამოს პავლე хранить храм მოციქული, თუ святый. არიცით, რომ თქვენი სხეულები, И апостол Павел говорит, неужели не знаете, что რომელიც тело ღმერთის ваше, ტაძარია, которое суть храм სული Божий, წმინდის ტაძარია, храм Духа და Святого, თქვენ თავს კი არ ეკუთვნით ახლა. и вы сейчас уже не себе თქვენი принадлежите. სხეულებიც ღმერთს ეკუთვნის. Ваши тела также და მათ принадлежат გვარ, ნუ Богу. თუ ავიღებ ახლა ჩემს სხეულებს და მე ძავისასოება თუ И აქცე. неужели я возьму сейчас храм и придам блуднице? ნუ თუ შეიძლება რომ შეურაცხო შენი სხეული. Неужели можно осквернять свое тело? ხდები ჩემო ძირფასებო. Понимаете, дорогие мои? სიწმინდე ეს არის დააფასო ტაძარი. Святость это означает ценить храм, დააფასე ღვთისმსახლი. ценить Дом Божий. ეს ღირსების საკითხი არის. И это вопрос достоинства, რომ მე чести, ღმერთს ვატარებ. что я носитель Бога, მე ღმერთის დიდება დამაქვს. я ношу Божью славу. ჰალელუია. Аллилуйя. ეს გუში გამახსენდა ეს ერთხელ ჩვენი ძმა სტუმრად იყო მეორე მორწმუნესთან, სხვასთან. Я вчера вспомнил эту историю. ეს ახალი მორწმუნე იყო ეს ძმა. Наш брат, он был новопришедшим, и он был в гостях у кого-то. რომელიც სიგარეტზე იყო დამოკიდებული და ერთავისუფლებოდა. И этот брат, он курил сигареты, не мог освободиться от этого. და როცა მორწმუნე მოწიფულმა მორწმუნე მომასპინძლა პური გატეხეს
აი ეს სტუმარმა თქვა რომ გავალო გარეთ ერთი უნდა გავაბოლო. И когда этот верующий пришел, этот человек встал, сказал, я, говорит, можно я выйду, покурю на улицу? და როდესაც აივანზე გავიდა ის გამოყვა ეხლა ეს მეორე ძმა. И когда этот один из братьев вышел на улицу покурить, этот второй вышел за ним. შენო სიგარეტს ეწევიო? И он сказал, ты куришь сигареты? ო, რა ვეწევიო. Да, ну курю. რაღაც მინდაო გითხრა. Я хочу что-то сказать тебе. შენ ხო იციო რომ შენშიო ქრისტე ჩასახლდაო. Ты же знаешь, что в тебе поселился Иисус. შენ ხო გახსენიო გული ღმერთი ხო შემოვიდა შენ ცხოვრებაში. Ты же открыл свое сердце, и Господь вошел в твою жизнь, в твое сердце. როგორ არა. Да, да, конечно. მაინც არ არის კაი რო აბოლებო. Просто не так уж и приятно, если ты дымишь на него. იქნება იესოს არც იამუნებს სიგარეტის ბოლი და ღმერთო ნუაცხოვრებ ეს არასწორი ბოლია. Может быть, Иисусу неприятен этот запах сигарет, и не позволяй ему жить вот в дыме сигарет. უცბათო ჩემი გონება განათდა. И вот этот брат, который курил, сказал, вдруг мой разум просветлел. იცი ისეთმა სიწმინდის შეგრძნებამ ამიტაცა რომ იმიტოს გავიგეო რომ ღმერთიო თავისი დიდები ცხოვრობს ჩემში. И такое чувство святости у меня появилось, что я осознал, что во мне же Бог და живет. იმის გააზრება რომ ჩემი სხეული ტაძარია ჩემში ცხოვრების სული წმინდისაო გამათავისუფლა იქვე. И осознание того, что Дух Божий живет внутри меня, тотчас освободило меня от როცა сигарет. შენ ღებულობ გამოცხადებას რას ნიშნავს რომ ტაძარი ხარ სული წმინდისა. Когда ты получаешь откровение, осознаешь, что ты храм Духа Святого, который живет в აი тебе. ეს არის შემდეგ მიზეზი საფუძველი სულთა ცხოვრებისაც, იმიტომ რომ უფრთხილდები ღმერთის თანდასწრებას. შენ იცავ ღმერთის И თანდასწრებას. вот это является основанием для святой жизни, потому что ты соблюдаешь чистым этот храм, ты хранишь этот храм в чистоте. წერილი ამბობს რომ ნუ დაანაღლიანებთო თქვენში მცხოვრებ სული წმინდას. Библия говорит, что не огорчайте Духа Святого, живущего в вас. ის თქვენში ცხოვრ შენ მისგან ეხა ვერ გათავისუფლდები. Он живет в тебе, ты не освободишься от него. Понимаете? ის დღე და ღამ არის შენთან. Он день и ночь с тобою. ის შენ სუფრაზე შენთან ერთად არის. Он при застолье, он с тобою. ამიტომ ამბობ როცა შენ გძინავს ის შენთან არის, როცა გვიძავ შენთან არის, შენი განუყოფელი ნაწილია ის ცხოვრობს იქ. И когда ты спишь, он с тобой, когда ты встаешь, просыпаешься, он с тобой, он неотъемлемая часть твоя, он всегда с тобою. ამენ. Аминь. ეს მშვენიერია. И это прекрасно. ისი ჩემო ძვირფასებო. Знаете, дорогие мои, ჩვენი ურთიერთობა, ჩვენ სულით ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან. знаешь, у нас есть общение с Богом посредством Духа. ანუ Нашего. იმის გამო რომ ის გამუდმებით ცხოვრობს შენში, ჩვენ გამუდმებით აგვაქვს კონტაქტი მასთან. Знаешь, из-за того, что Он живет в нас, у нас постоянный контакт с Ним. თავარი არის რწმენა. Самое главное — вера. გჯერავს თუ არა ამის? Веришь ли ты в это? იცი ერთი რაც მინდა გითხრა თუ მორწმუნეს ჯერავს რომ ის სული წმინდის ტაძარია არასდროს მარტო არ იგრძნობს თავს ცხოვრებაში. Знаешь, если верующий верит в то, что он храм Духа Святого, он никогда не почувствует себя одиноким. შენ არ იტყვი რომ მე ისეთი მარტო ვარ რომ დამლაპარაკებელიც არ მყავს. И ты не скажешь тогда, что знаешь, я так одинок, что некому поговорить со мной. მაგრამ ვინ უნდა ყავდეს უფრო მეტი ვიდრე ღვთისული, ვიდრე უფალი რომელიც შენში ცხოვრობს. Но кто может быть больше Духа Святого, Бога, который живет в тебе? შენ შეგიძლია გამუდმებით საუბარი მასთან. Ты можешь постоянно общаться с Ним. ჰალელუია. Аллилуйя. მაგრამ ზოგჯერ ჯობია კაი დახალია, კარგი დაქოკილი როა, იმიტომ რომ აგავსებს. Но иногда лучше, чтобы была какая-то такая докалка, вот знаешь, какая такая, заведенная. რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასებო ადამიანებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი არის. Конечно же, дорогие мои, с людьми общаться очень მაგრამ важно. ქრისტიანის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთთან ურთიერთობა. Но для христианина самое важное — это общение с მაშინ Богом. როცა ღმერთი შორს არ არის შენგან. Это при том, что Бог ჩვენ არ он გვჭირდება недалеко от ღმერთი нас. ვეძებოთ სადღაც. Нам не нужно искать Бога где-то. არც ზემოთ ვეძებთ ჩვენ და არც ქვესკნელში ჩავდივართ. И не вверху, Христос. на небесах, и ради Иисуса мы не спускаемся в ნუ преисподнюю. იტყვიო ვინავა ზეცაში ღმერთი შემოსაყვანად. Не говори, кто поднимется на небеса, чтобы спустить Бога. არამედო თქვენს Христа გულში არის. свести.
Но Он წმენის в вас, სიტყვა. ამენ. в тебе слово რომ веры, ღმერთი ცხოვრობს შენში, ღმერთი ცხოვრობს შენში. что Бог живет в სული тебе, წმინდა Бог живет в ცხოვრობს тебе, შენში. Дух Святой живет в тебе. ალელუია, ღმერთი Аллилуйя. ლაპარაკობს შენში. Бог говорит в тебе. იცი რა არის ქება დიდება? Знаете, что такое хвала? ჩვენი ქება არ იწყება ჩვენი ყელიდან. Знаешь, наша хвала не начинается с нашего горла. ქება ღმერთისა იწყება ჩვენი წიაღიდან, ჩვენი მუცლებიდან, ჩვენ შიგნით რაც ხდება, იმის გაგრძელება არის, რასაც ჩვენ ხმაში გამოვცემ. Божья хвала, она начинается с нашего нутра, с нашей внутренности, из нашего Амитом сердца. амбовс. И это продолжение того, что зарождается რომ здесь. ვეძებოთ აყვანის მცემლებს სულით. Поэтому Бог говорит, я ищу поклонников в духе. აყვანისემა იწყება შიგნიდან. Поклонение, оно начинается внутри тебя. ალელუია. Аллилуйя. ამენ. Аминь. სიმღერები აი აქ მიდის. Знаешь, песни, они здесь აქ აგეულინება происходят. ლოცვები. Здесь поднимаются молитвы. როცა პავლე მოციქული ამბობს ილოცეთ განუწყვეტლი, ხორციელი ყურებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა ვილოცო განუწყვეტლი? Когда апостол Павел говорит, молитесь постоянно, разум может быть без плода. Как я могу понять? მორწმუნესათვის პირიქით როგორ არ უნდა ილოცო განუწყვეტლი, როცა განუწყვეტელი ურთიერთობა გაქვს ღმერთთან. Но для верующего, наоборот, как я могу не молиться непрестанно შენ и შეგიძლია общаться? ესაუბრო მას. Ты можешь говорить с ним. ყოველთვის სადაც არ უნდა იყვე, რასაც არ უნდა აკეთებდე. არ აქვს მნიშვნელობა შენ მანქანას მართავ, მიწაზე მუშაობ, სამსახურში ხარ, პედიკურს აკეთებ, მანიკურს აკეთებ, რასაც არ უნდა აკეთებდე. შენ შეგიძლია შიგნით ელაპარაკო შენ სუფალს. Везде, где бы ты ни был, что бы ты ни делал, или копал бы, или работал бы где-то на работе, или водил машину, при педикюре, при маникюре. ყოველთვის, Всегда, ყოველთვის. всегда. ჰალელუია, შენ არ გჭირდება განსაკუთრებული მაგიური რიტუალების შესრულება ამისთვის გარდარწმენისა. Тебе не нужно совершать какие-то магические ритуалы, тебе нужна лишь только лишь вера. რა თქმა უნდა არის დრო, როცა შენ გამოყოფ განსაკუთრებულ დროს. Конечно же, есть такой период, когда ты особенное время выделяешь для Бога, для როცა общения. გადიხარ დაფარულში. Когда ты уходишь в сокрытом месте, ты общаешься с Ним. მაგრამ ჩემო ძვირფასებო, Но, дорогие мои, ღმერთი რჩება შენში. Бог остается в тебе. ღმერთი დავანებულია შენში. Бог обитает в тебе. ის დამკვიდრდა შენში. Он основался в тебе. და ის არაპირებს რომ დაგტოვოს. И Он не собирается оставлять тебя. უბრალოდ იყავი გახსნილი მისთვის. Просто будь открыт для Него. ისიამოვნე მისი თანდასრებით. Наслаждайся Его присутствием. ისიამოვნე მისი დიდებით. Наслаждайся Его славой. ამენ. Аминь. როცა ჩვენ უმღერი ბიბლია ამბობს რომ ეფსალმონეთ უფალს და უმღერეთ უფალს თქვენს გულებში. Когда Слово Божие говорит, пойте псалму Господу внутри себя. როცა შენში მყოფ ღმერთს უძღვნი ლექსებს, უძღვნი ქებას. Когда ты пребывающему в тебе Богу посвящаешь стихи, просто поешь Ему. როცა შეიგრძნობ მის დიდებას, მის სიწმინდეს შენ ცხოვრებაში. Когда ты просто осознаешь Его славу в своей жизни, Его святость. ნახე ჩემო ძვირფასებო. Смотрите, дорогие мои. დავითი ამბობს რომ ჩემი სული მომსუყდა, რომ საწმინდათა წმინდა იში გიხილე. Дорогие мои, Давид говорит, что Дух мой, он насытился, когда я увидел тебя в святая святых. და შემდეგ დავითი ნატრობს იმ რაღაც მომენტს, რომელიც ერთხელგან იცადა. И Давид после, он мечтает, вспоминает о том моменте, который он пережил когда-то. ჩემო ძვირფასებო, დავითი არ ცხოვრობდა გამოსყიდის პერიოდში. Дорогие мои, Давид не жил в период искупления. ის რაც ჩვენ მოგვეცა ქრისტეში, ეს არ ქონია მას. И то, что нам дано во Христе Иисусе, у него этого не было. მისთვის არ იყო ესე გზა გახსნილი მადლის ტახტთან როგორც ჩვენთან. И для него не был открыт путь к престолу благодати так, как მაგრამ нам თუ открыт ისინი он. განიცრინეს სული წმინდის თანდასწრებას, Но если они переживали присутствие Духа Святого, თუ ისინი მაინც ეხებოდნენ მას, и если, несмотря на это, они все равно прикасались к Богу, წერილი ამბობს რომ ღმერთმა რამდენად დიდი მოგცათ თქვენ. Писание говорит, насколько Бог дал вам ღმერთმა больше, რამხელად მეტი მოგცათ შენ. насколько больше Бог дал вам, რამხელად დიდი კურთხევა გვაქვს იესო ქრისტეში. насколько большее благословение мы имеем во Христе მაგრამ Иисусе. პრობლემა იმაშია რომ ჩვენ ამის ნაკლებად გვჯერავს ხშირად. Но проблема в том, что мы меньше верим в это. ჩვენ არ გვწამ, ჩვენ გონია რომ ღმერთმა დაგტოვა. И мы не верим в это, мы думаем, что Бог оставил нас. მაგრამ ღმერთი არ გტოვებს ტაძარს. Но Бог не оставляет храм.
მაგრამ ღმერთი განაახლებს ტაძარს. Но Бог обновляет храм. მე მომწონს ეს ადგილი ბიბლიაში იანეს სახარებაში, როცა იესო მიდის, ლუკას სახარებაშიც კარგად არის. Мне нравится это местописание в Библии, в Луке также описана эта история. და ის ხედავს, რომ ტაძარში ვაჭრობა მიდის. И он приходит в храм и увидит, что в храме торговля идет. პრობლემა ის იყო, რომ ტაძარმა ფუნქცია დაკარგა. И проблема в том, что храм потерял свою функцию. ის გახდა ბიზნესის რაღაცა სივრცე. Он стал местом бизнеса. კიდვა-გაყიდვების რაღაც მარკეტინგული ადგილი გახდა ის. Место маркетинга, купли-продажи. და ხშირად ასე არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენ ვაჭრობთ ქვეყნიერებასთან. И почастую наша жизнь такой же становится, мы торгуемся с миром. დღეს თანამედროვე ეკლესიებში დღეს არ სწამთ იესო ასეთი. Сегодня в современных церквях они не верят в такого Иисуса. მაგრამ იესო მოდის და ბრაზდება. Но Иисус приходит, и Он злится, ის იღებს гневается. შოულს. И Он берет. და ეს იესოა, რომელიც ჩვენ გწამს, რომელიც დახლებს აყირავებს. И мы верим, это наш Иисус, которого мы верим, который переворачивает столы. უბრალოდ ჩვენ არ გვინდა ასეთი იესოს ხედავდეთ. Но мы не хотим видеть такого Иисуса. მაგრამ ჭეშმარიტება იმაშია, რომ ეს იესო იყო. Но истина была в том, что это был Иисус. ეს იესომ გააკეთა. Это сделал Иисус. დებით Понимаете? წერია, რომ მან დახლები დაამტრია. Писание говорит, что Он переломал столы ცხოველები გაათავისუფლა. и освободил животных. ტაძრიდან გამოყარა მოვაჭრეები. Знаешь, и миновщиков и торговцев Он выгнал из храма. ის იქცეოდა როგორც გადარეული. Знаешь, и Он вел себя как ვერც კი помешанный. შეძლეს მისი შეჩერება. Никто не смог остановить его. იმიტომ რომ დაწერილია, რომ შენი სახლის შური შემჭამსო, ხო, დამღრნისო. Потому что написано, ревность по доме твоем და მან თქვა, съедает რომ меня. მამა ჩემი სახლი სამლოცველო სახლი უნდა იყოსო, თქვენ კი ავაზაკთა და გამოგვაბულთა ბუნაგად И он გადააქციეთ. сказал, дом отца моего должен быть дом молитвы, а вы превратили его в вертеп разбойников. და რატომაც არა? И почему бы и და нет? მოვიდეს იესო ამ ტაძრებში. И пусть Господь придет, Иисус, в эти храмы. თუ კი ღმერთის თანდასწრება აღარ არის ჩვენ ცხოვრებაში. Если нет больше Божьего присутствия в нашей თუ жизни, კი ჩვენ განშორებულად გრძნობთ თავს. если мы чувствуем себя отверженными თუ или კი далеки, რაღაცამ ჩაანაცვლა სხვა რაღაცეებმა ღმერთის თაყვანისცემა ჩვენ ცხოვრებაში. если другие вещи заменили Божье поклонение в нашей жизни, внутри нас, მაშინ მოვიდეს იესო ამ ტაძრებში და გავრეკოთ ეს ავაზაკები. и пусть придет тогда Иисус в эти храмы и выгонит всяких ჩემო торговцев и ძვირფასებო, миновщиков. დახლები ჩვენშიც არის ასაყირავებელი. Дорогие мои, и внутри нас нужно перевернуть столы. გალიები დასამტრევი არის. Нужно эти клетки разбить. Аминь. Аминь. ჰალელუია. ამენ. Аллилуйя. Аминь. მოდი ამ წელს, ამ დასაწყისში წლისა იყოს ტაძრის განწმენდის წელი. И знаете, пусть в начале этого года и в этом году будет მოდი время очищения, დადგეს ეს обновления დღეები, храма. შეიძლება დღეს ზამთარია სულიერად, შეიძლება სიცივია გულში, მაგრამ მალე დაინთება ცეცხლი, ნუ- როცა ავაზაკები მოშორდებიან. Но знаешь, может быть, сегодня зима, сегодня холодно в твоем храме, но когда будут выгонены эти миновщики и торговцы, тогда зажжется огонь Божий. მოდი ამოაყირავე შენი ცხოვრება, შენი შინაგანიც და გაათავისუფლე ღმერთის. Переверни свою жизнь, переверни свою внутренность и подготовь ее для Бога, освободи ее для Бога. მადლობა ღმერთს, რომ ტაძარი ნახდება. Благодарение Богу за то, что храм Аллилуйя, обновляется. аминь, Аллилуйя. Аллилуйя. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს იმედი. Это означает, что у нас есть надежда. დიდება უფალს. Слава Господу. და იცი რა მოხდა ძვირფასებო? И знаете, что произошло, როდესაც მოვაჭრეები განიდევნენ, когда эти торговцы были изгнаны? წერია რომ ბრმები და კოჭლები მოვიდნენ ტაძარში და იესომ განკურნა. Написано, что тогда слепые и хромые пришли в храм, и Иисус исцелил их. როცა ჩვენ გავდევნით ჩვენი ცხოვრებიდან ჩვენს ხორციელ გულის თქმებსა და სურვილებს, მაშინ სასწაულები დაიწყებს მოქმედებას თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. Когда мы уберем похоти из наших жизней, из наших сердец, тогда чудеса начнутся в нашей жизни. მაშინ ძალა ღმერთისა იქნება გამოვლენილი ყოველ ჩვენთაგანში. Тогда Божья сила будет высвобождена в каждом из нас. ამენ, ალელუია, ამენ. Аминь, аллилуйя. ეცი თუ კითხავ რა უშლის ხელს ღმერთის ძალის გამოვლენებას, ზუსტად ეს ბნელი ძალები არიან, რომელსაც ადგილს ვაძლევთ ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს აზროვნებაში.
И если мы зададимся вопросом, почему, что мешает Богу проявиться в нас, вот как раз-то вот эти темные силы, которые и мешают, которым мы даем место в нашей жизни. წმინდა იყოს ოფალი თქვენს გულებში. Да святится Господь в вас. მოდი ქრისტემ დაიკავოს თავისი ადგილი ჩვენს И გულებში. пусть Христос займет свое место в наших сердцах. მეფე დაბრძანდეს თავის ტახტზე Пусть Царь воссядет на свой трон. და მაშინ ყველაფერი იცვლება. И тогда все будет меняться. მაშინ ჩვენ სავსე ვართ სიხარული. Тогда мы полны радости. მაშინ ჩვენ სავსე ვართ მშვიდობით. Тогда мы полны мира. აი ნანატრი მშვიდობა რო გვენატრება ის მშვიდობა. Вот это ადრე რო ქონდათ და დღეს რო აღარ არის. Желанный мир, о котором мы мечтаем, который у нас когда-то был, его нету. მაშინ ტაძარი ივსება სიყვარულით, ეს არის ღვთაებრივი სიყვარული. И тогда храм наполняется любовью, это божественная любовь. მაშინ ჩვენ დავდივართ ღმერთის თანდასწრებაში. И тогда мы ходим в Божьем присутствии. ჩვენ და როცა იცი აი როცა атмосферოს ქმნი, გჯერავს ამის და ესეთი ურთიერთობა გაქვს. И когда ты создаешь вот эту атмосферу, ты веришь, შენ უფრთხილდები რომ არ დაირღვეს ეს. ты тогда бережешь, чтобы это не было нарушено. შენ მას სიტყვებს საუბრემა არ გააფუჭოს ეს атмосфеრო, რაც ღმერთთან Ты არის. думаешь о том, чтобы твои слова, они не нарушили, не испортили эту атмосферу. ჰალელუია, მე. Аллилуйя. დიდება უფალს. Слава Господу. ღმერთი ჩვენთან არის. Бог с нами ყველა მდგომარეობაში. в любом состоянии. რაც არ უნდა ხდებოდეს. Что бы ни происходило, ღმერთი რჩება შენში. Бог остается в тебе. ღმერთს არ შეუძლია ჩვენგან განშორება. И Бог не может отделиться от нас. ბიბლია ამბობს, რომ დაშურებით წადია ჩვენთან ურთიერთობა. Библия говорит, что Бог желает общения с тобой, до ревности желает общения с тобой. ის კი არ არის, ვინც აბრკოლებს ამ ურთიერთობას, მას წყურია, შენში ყოფ ღმერთს, წყურია შენთან ურთიერთობა. И Он не тот, который нарушает это общение, но Он тот, который жаждет этого общения внутри тебя. მოდი იყავი ადამიანი ამ წელს. И будь в этом году, და საერთოდ მომავალში. и будь в этом году и во веки веков тем человеком, ვინც ამ ტაძარზე ბევრს იფიქრებს. который будет дома думать много об этом храме. მოდი ვიყვეთ ის, ვინც არ დავაზიანებთ ღვთის ტაძარს. Будем теми, кто не будет არ შეურაცხყოფთ ღვთის ტაძარს. не будет осквернять этот храм. იცი, რელიგიური ადამიანებს ახასიათებთ ეს, თუმცა ისინი უწმიდურობაში ცხოვრობენ. Знаешь, религиозным людям характерно это. И ალბათ даже, შენც ყოფილი ვართ ასე. даже когда они живут не в святости, возможно, и мы были в таком состоянии. სადმე აღმოჩნდებიან, რომელიმე ტაძართან, რაღაც საკულტო ნაგებობასთან. И когда они попадают в какой-то храм, какое-то культовое строение такое, ისინი ამბობენ, აქ მოწევა არ შეიძლება. они же говорят, о, нет, здесь курить нельзя. ბიჭებო, აქ არ ვიგინებით. Ребята, мы здесь не აქ წმინდა сквернословим, ადგილია. здесь святое место. ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, Люди, которые не знают Бога, მათ აქვთ პატივისცემა ტაძრების მიმართ. у них есть уважение по отношению к храму. ბუდისტებს თავისი ტაძრების მიმართ, კრიშნაიდებს თავისი, У буддистов კათოლიკებს თავისი, свое, მართლმადიდებლებს თავისი. кришнаидов, католиков, православных. ხდებით? ისინი ამბობენ, რომ აქ არ უნდა მოიქცეთ ესე. Они говорят, здесь мы так не должны поступать. მაგრამ თუ ადამიანი მიხვდები Но если ты და человек გაქვს поймешь, გამოცხადება, რომ შენ თავად ხარ ტაძარი სული и у წმინდა, тебя есть откровение, что ты сам храм, რომ შენ ღმერთის თანდასწრების მატარებელი что ხარ, ты являешься носителем Божьего присутствия, მაშინ შენ თელი ცხოვრებით ცდილობ, რომ პატივი მიაგო მას და მოსაწონი იყო იმის. Тогда- სასიამოვნო მას. тогда ты стараешься всей своей жизнью угодить Ему. ამენ. ჩვენ ამიტომ არ ვართ ესე, რომ სადღაც არ ვიგინებით, ჩვენ არცად არ ვიგინებით, იმიტომ რომ უფალი ჩვენში ცხოვრობს. Знаешь, мы не так здесь просто, мы не ругаемся плохими словами, ხდებით? только здесь. Нет, мы такие, потому что мы понимаем, что мы храм. ჩვენ არც ფიქრში უშვებთ ამას და არც ქსევაში. Мы даже в мыслях не допускаем это и в поступках не допускаем этого. ჩვენ და მოწიწება და პატივისცემა გქონდეს.
у нас должен быть трепет и почтение. იმიტომ რომ ღმერთის განსაკუთრებული სიწმინდე ჩვენში უკვე არის ჩვენში. Потому что Божья особенная святость, она уже в нас. მომისმინეთ ძვირფასებო, ჩვენ არ ვიწმინდებით იმისთვის, რომ ღმერთი მოვიდეს ჩვენში. Дорогие мои, мы не освящаемся ради того, чтобы Бог пришел. არამედ ჩვენ წმინდად ვცხოვრობთ, რადგან უკვე ვიცით, რომ ის ჩვენში ცხოვრობს. Но мы живем свято, потому что мы уже понимаем, что Он живет в нас. ხდებით? Понимаете? ეს ჩვენი რეაქცია არის, ეს ჩვენი პასუხი არის ღმერთის დიდებასთან. Это наша реакция, это наш ответ Божьей славе, Божьей святости. იცი ძველ აღთქმაში არის ისტორია, როცა მოსე ადის მთაზე. В Ветхом Завете есть история, когда Моисей поднимается на гору. მოსე ადის და ღმერთის დიდება ჩამოდის მთაზე. И Моисей поднимается на гору, и Божья слава спускается. და ღმერთი ასეთ სიტყვებს ამბობს. И Бог говорит такие слова. რომ მოსესთან საუბრობს და ამბობს, რომ მინდა რომ მთელი ერი მოვიზიდო ჩემთან. И Бог говорит Моисею, я хочу привлечь весь мой народ. მე მინდა რომ დავმკვიდრდე თქვენში და ვიარო И я თქვენში. хочу обитать и ходить среди вас. იცით მოსე ანათებს, მოსე წინავს ღმერთის დიდების ანარეკლი არის მასზე. И знаешь, Моисей сверкает, блистает, Божие из-за отображения на нем, можно сказать. მაგრამ ადამიანებმა უთხრეს მოსემ, Но люди, увидев это, сказали, Моисей, ჩვენთვის საკმარისია შენ თუ იქნები ღმერთის დიდებაში. ну, для нас достаточно, чтобы ты был с Богом. შენ იყავი იქ, ჩვენ აქ ვიქნებით. Ну, ты будь там, мы здесь. ჩვენ მოშორებით ვიქნებით. Мы чуть подальше постоим. შენ მოისმინე და გითხარი და ჩვენ გავიგებთ Вот ты რაღაცა. послушай, а потом нам расскажи. Мы послушаем. როგორი გულდასაწყვეტი არის ღმერთისთვის, უფალიამოს მე მინდა ვიცხოვრო თქვენში და ადამიანები ამბობენ უფალო არ გინდა ჩვენში ცხოვრება. Знаешь, это прискорбно для Бога, потому что Бог говорит, я хочу обитать среди вас, а люди говорят, нет, Боже, мы не хотим этого. შეიძლება ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ეკლესიის ხუცესებს აქვს, თან გარკვეული კატეგორიის მსახურებს. Мы порой думаем, что эти особенные взаимоотношения с Богом имеют только лишь пастыри или определенные люди в церкви. მაგრამ არა ძვირფასებო ის ცხოვრობს შენში, ისევე როგორც ცხოვრობს შენში. Дорогие мои, нет, потому что точно так же, как Он живет во мне, точно так же живет в შენში არ тебе. ცხოვრობს ის უფრო მეტი დიდებით, ვიდრე შენში. ის მთელი დიდებით ცხოვრობს შენშიც და ჩემშიც. И Он не живет во мне большей славой, чем в тебе. Нет, одинаково, Он столько же и живет в тебе. მას პატივს მივაგებ მეც და პატივი უნდა მიაგო თითოეულმა თქვენთაგანმაც და ყველა მორწმუნემ ისევე ჩვენში ის ერთნაირად არის დავანებული. Я почитаю Бога, и каждый из нас точно так же должен почитать, потому что Бог одинаково обитает в каждом из нас. ის განა მე არ მტოვებს, ის არ მტოვებს თქვენთაგან. Он не только меня не оставляет, но ни одного из вас не оставляет. ის შენში რჩება Он остается в тебе. და შენ შეგიძლია რომ დარჩე მასთან. И ты также можешь оставаться в нем, გიყვარდეს ის, любить его, დააფასო ის, ценить его, გაუფრთხილდე ღმერთის თანდასრებას, беречь Божье присутствие, გაუფრთხილდი სული წმინდას. беречь Духа Святого. იცი ყველაზე კარგი შემფასებელი ვინ ყავს? Знаешь, кто у вас есть самый хороший ეს არის შენში оценщик? ცხოვრები ღმერთი. Это Бог, который живет внутри тебя. დები ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие ყველაზე мои? გულწრფელი არის გეტყვის როგორი ხარ შენ, ლამაზი ხარ თუ არა. Он самый искренний. Он тебе скажет искренне, ты красивый или нет. თუ არა. Или нет. ჰალელუია. Аллилуйя. ის ყოველთვის გეუბნება რომ ლამაზი და ძვირფასი ხარ. И он всегда говорит, ты красивый, превосходный. ამენ. Аминь. შეგიძლია თქვა იესო მოგწონს თუ არა ეს? Ты можешь сказать, Иисус, тебе нравится это? შენ უყურებ ქვეყნიერებას რა მოსწონს? შეხედა იესოს მოგწონს ეს? Ты не смотри на мир, что ему нравится. Ты смотри на Иисуса, что ему нравится. Иисус, тебе нравится это? ესეთი საუბრები ესა. Иисус, тебе нравятся такие разговоры, как я говорю? მე მინდა რომ შენ დაგემსგავსო, შენსავით, შენაირი გემოვნება მინდა რომ მქონდეს. Я хочу уподобиться тебе, я хочу иметь вкус такой же, как у тебя. თუ მისევ ამის უფლება სულიწმინდა დაიწყებს შენთან ლაპარაკს, რა ჩაიცვა, რა ჭამო თუ როგორ მოიქცე. И если ты позволишь, тогда Дух Святой начнет тебе говорить, во что ты можешь одеваться, что ты можешь кушать. იმიტომ რომ ის მოძრაობს შენში ცხოვრობს, ის შენში დამკვიდრებულია. Потому что Он живет в нас, Он обитает в нас, Он ходит в нас. ალბათ მოგისმენიათ ისტორიები ან გაგივლიათ ეს ხოლმე ბრძანდედამთილი რომ მარტო რჩება სახლში. Наверное, вы слышали эту историю, когда свекровь и невестка остаются одни дома.
ძალი ტელეფონში არის, დედანთელი თურქუსერიას უყურებს. ერთი სიტყვას არ ამბობენ ერთმანეთთან. Невестка в телефоне, свекровь смотрит турецкие сериалы, ни слова не говорят друг друга. ისინი საერთოს ვერ პოულობენ ერთმანეთში. Они не могут ничего общего найти друг с другом. მე ერთ-ერთი მაუნა დააჩხაკონოს რაღაცა დაახეთქოს რომ ყურადღება მიიპყრიო. И одна из них должна что-то бросить обязательно, или что-то какой-то звук издать, чтобы привлечь внимание другой. იცი რაზე ვლაპარაკობ? Знаете, о чем я? ღმერთი რომელიც შენში ცხოვრობს მთელი დღის განმავლობაში და ის ჩვენ ყურადღებას ვერ იპყრობს. И представьте себе, Бог, который живет внутри нас, Он никак не может привлечь внимание. ჩვენ არც კი გვახსოვს ხშირად რომ იმ დღეს ღმერთი ცხოვრობდა ჩვენთან. Подчистую мы даже не помним того, что в тот день Бог жил в нас. ამ დღეს სული წმინდას უნდოდა რომ ერთად გემხიარულათ. И в этот день Дух Святой хотел, чтобы вы вместе порадовались. ხდები ჩემო ძირფასებო. Понимаете, дорогие мои? რეალურად შეიძლება ძალიან სიღრმე არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ჭეშმარიტება არის ეს, რასაც წერილი გვასწავლის. Знаешь, может быть, это не очень большая глубина, но это истина тому, чему учит Писание нас. მოდი შეხედე შენს თავს და ირწმუნე რომ შენ ახარ ტაძარი, შენში ცხოვრები ღვთისმსულისა და ღმერთი ცხოვრობს შენში. И посмотри на себя, как на храм Духа Святого, живущего в тебе. წარმოიდგინეთ ყოველი მორწმუნე რომ ამას ვათვიცნობიერებდეთ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება радикалურად განსხვავებული ვიდრე დღეს ვართ ჩვენ. Представьте себе, если каждый из верующих, он осознавал это, наша жизнь радикально бы отличалась от той жизни, которую мы проживаем ღმერთთან сейчас. ცხოვრება ეს არ არის მძიმე ცხოვრება. Жизнь с Богом это не тяжелая жизнь. ღმერთთან ცხოვრება ეს არ არის ტვირთი, И жизнь с Богом это не бремя, ეს არის თავისუფლება. это свобода. ეს არის თავისუფლება. Это свобода. ეს არის როგორ გითხრათ, ნეტარება. И это блаженство. ნეტარება შენი სულისა. Блаженство для твоего духа. იცი, ივსებოდე სული წმინდით, ეს არის кайфი. Знаешь, наполняться Духом Святым это подобно кайфу. кайфი ეს ნეტარება არის. И это блаженство, кайф это блаженство. ეს არის როცა შენი სული იმყოფება აი უმაღლესი სიამოვნების კმაყოფილების წერვალზე. Это когда твой дух находится на вершине блаженства. Ой, აი ამას ამბობს приблизительно. დავითი, როცა გიგალობებ, როგორც ცხიმა მოამსუყოსო, ისიაო გალობელი ბაგეებით ჩემი სული. И вот Давид, когда он прославляет, он говорит, подобно как вот уста наполняются чем-то таким стучным. სხვა ფსალმუნში წერია, რომ ისიამოვნე უფლის მიერ. И в другом псалме написано, что наслаждайся Господом. უფალთან დროის გატარება ეს არის სიამოვნება. И провождение время с Богом это есть наслаждение. იმიტომ რომ ეხები სინათლეს, ეხები სითბოს, ეხები სიწმინდეს, ეხები სისუფთავეს, ეხები ცეცხლს, ეხები ყველაფერი უმაღლეს და წმინდას, რაც აგაფრთოვანებს შინაგანად. И ты прикасаешься к святости, ты прикасаешься к чистоте, к миру, к блаженству, всему тому, что восхищение производит тебе. Аллилуйя. Аллилуйя. Аминь. Аминь. ასე რომ შემოძირფასებო. Так что, дорогие мои, სატოფრობის დღესასწაული იყო. это был день обновления, праздник обновления, განახლების დღესასწაული. день обновления. იყო ზამთარი, И была зима, მაგრამ იყო იესო, но был Иисус, რომელიც дадიოდა который ходил, და ქონდა შანსი დაძარს, и у храма была возможность, რომ განახლებულიყო. чтобы он был обновлен. ნათელი იყო იქ. И свет был там. ამენ. Аминь. იყო იქ, ვინც უნდა ყოფილიყო, И был там тот, кто и должен быть там, მაგრამ ისინი ვერ ცნობდნენ მას. но он не был узнан. ისინი ეძებდნენ სხვაგან. Они его искали в другом месте. ის ცხოვრობს შენში. Он живет в тебе. ერთი ლექსი გამახსენდა. Я вспомнил один стих. შენო სხვაგან ეძებ. Ты ищешь в другом месте. ესე იგი ვერ დაიჯერეო. Значит, не поверил. პავლე მოციქული წერს, რომ გამოარკვიეთ იესო ქრისტე თქვენშია თუ არა. Апостол Павел говорит, исследуйте, Господь в вас или нет. ამენ, ჩვენშია. Он в нас. მეფეთა მეფე ცხოვრობს აქ. Царь царей живет здесь. მღვდელი თავარი ცხოვრობს აქ. Первосвященник живет здесь.
მეფეთა მეფე, უფალთა უფალი, Господь господствующий, святой Бог. იცი შობის არსი ამაშია რომ ღმერთი შეიმოსა ხორცში. И естество, суть Рождества в том, что Бог ღმერთი მოვიდა ადამიანის არსში. принял плоть и пришел как ღმერთი человек. დამკვიდრდა შეერწყა ადამიანურ ბუნებას. И Бог слился с человеческой природой. ხდები? აღრევა არ მომხდარა. Не произошло смещение, ის დამკვიდრდა. он просто მასო обитал. დაეწოდებენ რა სიმანოე, ხო ღმერთი ქართულში არის არ ჩვენთან, მაგრამ ორიგინალში წერია რომ ღმერთი რომელიც ჩვენშიაო. ის არის ღმერთი რომელიც ჩვენში ცხოვრობს. Бог ჩვენში გნით არის. Бог с нами, но в оригинале написано Бог, который живет в нас. Он внутри нас. სინამდვილეში ჩვენ ვზეიმობთ რომ ღმერთმა გვისურვა ჩვენ, ღმერთი დასახლდა ჩვენში, ღმერთი შეიმოსა ჩვენ ადამიანის ხორცში. ამენ. ღმერთმა თქვა რომ მინდა რომ ვიცხოვრო თქვენში. На самом деле мы празднуем это, что Бог избрал меня, Бог поселился во мне, Бог обитает во мне, Бог захотел жить во мне. მოდი არ უგულებელყო. И не отвергай этого. მოდი შეიყვარე ის ვინ ჩვენშია. Возлюби того, кто в тебе. მოდი თაყვანივცეთ მას. И давайте поклонимся Ему. მოდი ვიქონიოთ ურთიერთობა მასთან. И будем иметь общение с Ним. ურთიერთობა სულში. Общение в Духе. ელაპარაკე შენ შიგნით. Говори внутри тебя. ჯერ დაინახე, დაიჯერე. Пока увидь, Эммануэле. поверь, благодари Его. ამენ. Аминь. ჰალელუია, ამენ. Аллилуйя. მოდი Аминь. ძვირფასებო წამოვდგე, თუ შეიძლება რომ დაუკრათ. Давайте встанем, дорогие мои, ზიარებისთვის შევემზადებით ჩვენ. и приготовимся для хлебопреломления. მაგრამ ვიდრე ზიარებას მივიღებთ. Но прежде чем мы примем მე хлебопреломление, მინდა რომ თაყვანივცეთ. მოდი უბრალოდ ავიმახლოთ ჩვენი ხმა. я хочу, чтобы мы поклонились Ему. Просто возвысим наш голос. მოდი ავივსოთ. Наполнимся. მოდი ემადლიერე უთხარი, მადლობა ღმერთო, რომ შენ ჩემში ცხოვრობ. მადლობა უფალო, რომ ჩემი სხეული ტაძარი არის შენი. Благодари Бога за то, что Он живет в тебе, за то, что ты храм Духа Святого. მადლობა უფალო, რომ შენ ისურვე ჩემში ცხოვრება, ჩემში დამკვიდრება. Спасибо, Господь, что Ты пожелал обитать во мне, жить во мне. ჰალელუია, ჰალელუია, ჰალელუია.